საუკეთესო პირველი საუზმე. არა შეიძლება რომ დედა საუკეთესო პირველ საუზმეს ჭამდეს და ესაკ არ იყოს? როგორ ფიქრობთ? ხალხო იმდენი ვიდირე ამ დღეებში რომ აი ეს თვალები მაგდასი. არა ჯერ კი ახლა გავიღვიძე და ახალი გავიძე პულის ამბავიც არის მაგრამ თამდენ ოველ ისეთ სერიები იყო მოვგუდი ხალხო ტილში. ესე იგი დღეს რა მაქვს გეგმებში? ანუ რა თქმა უნდა მზე გამოვიდა და ევას გარეთ გაყვანა, ნუ ეხლა მაგას არც ვიძახი, ეგ მოიაზრება. გავიკეთო კიდევ ერთი ფრჩხილი, ნახე და გული დავიხადე. გავიკეთო კიდევ ერთი ფრჩხილი, ან 2, ან 3-ვე, ნუ მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3. გამოვაცხო პასკა, ანუ მოვზილო პასკის ცომი, რომ ხვალ გამოვაცხო პასკა. დავიყირო მაგისთვის რაღაცები. როგორც ყოველთვის საჭმელი არ ვიცი რა გავაკეთო. აი უკვე მაგაზე ფიქრი აღარ თან რა მეჩვენება იცით რომ სულ იგივე რაღაცას ვაკეთებ. ანუ ერთი და იგივე იდეა მაქვს რა. რაღაცა თითქოს ახალს არაფერს არ ვაკეთებ და ეგ არ მომწონს. მაგრამ ახლის იდეა არაფერი არ მაქვს. კოთა ვიცი. ასეთი ამბავი. ბონის ჩიო და ისე ჩიო და კანკალები და გათბობა ჩავწეთ. გამორთული გადმოჩი იმიტომ რომ იჯდა მაშინაცკის ჩიო და ხოლმე და ჩავწეთ გათბობა. ხო ყურშა. პატარა ჩახს მეტი ისჭირდება. კომფორტები. ეს იჯი ვერ გაძლებს. ეჭი როგორ კანკალებ და მთელი დღე საწოლში ხავერი წვევი რომ ეს იწვევს და შენ თუ ადგები ეს არ ჩერდება საწოლში. ანუ მარტო არ წევს იქ. ამ დივანზეც რო ჯდება კანკალებს, იმიტომ რომ ეს ხო იმისია, რა ქვია. ტყავის და თუ შენ არ დაჯიქცივია, ის დაუდე თავის საწოლი მეორე კატისა რო უყიდე და იმაში არ ჯდება საერთოდ არ ჩადის. Banana usvia gokos. Banana pepela. Pepela. Mici. Chimiki Marielle. Am ținere viruat copile. Pani. Pădera khali. Მოდი წავიდეთ და გავიკეთოთ ერთი ფრჩხილი. ხოლოდ ერთი აქაურია, მაგრამ ჯერ ფრჩხილი უნდა გავიკეთო. აი ესეთი ადამიანი ვარ მე. რაღაცა უბრალოდ გასაკეთებელი რო არის, მაგის გამო კი არ ვიცი. აი ეხლა რომ აქ განცდა რომ ეხლა უნდა გავიკეთო. აი ვათბობ ზოგჯერ არ ვათბობ ხოლმე წინაზე არ გავათბობ. მართალია გამთბარი უკეთესად მუშაობს. ანუ გამთბარზე უკეთესად მუშაობ. აი რომ აქ ეხლა განცდა რომ ეხლა უნდა გავაკეთო. ეხლა ვაკეთებ. ისა რომ დამიწერეს რომ ისაო ცხილს ეხებიო. და მე დაიკლაკნება უფრთხილიო. არ ვიცოდი მე ეგ. თუმცა აი ეს რომელსაც ვიღებდი, ეგ რომ მოვხსენ წინა მატერიალიც კი ზე დავტოვე და ფრჩხილს არ შევხებე. ანუ აი ამებში მოვხსენი კარგად უბრალოდ ქვემოთ. შეიძლება ცოტათი მაგრამ ანუ ზემოთ ფრჩხილს თვითონ არ შევხებე. ზემოთ რა თლიანს უბრალოდ აი აქ ქვემოთ იმას ვქენი, რომ გადასვლა უხეში არ ყოფილიყო. აი რომ ის რაღაცეებს მეუბნებით ხოლმე რაც მე საერთოდ არ ვიცოდი. იქნება კურსები ვაიმე გაიარო და არ მინდა ხალხო კურსები რაც მინდა მე ხოლმე მასე მუშაობას არ ვაპირებ და
რა ვიცი, ესე ზოგი ის სალონშიც აკეთებს. ანუ არც ისე კაი ნამუშევარი, ბევრი მინახავს მე. ან დამწყები მასტერები, რომელიც სხვას უკეთებენ და ახლა მე ჩემ თავზე რომ ვისწავლო და ესე რაღაცა მაგაში მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. თავარია რომ სხვაზე არ ვაკეთებ და რომ მე გაფუჭდება, ჩემზე გაფუჭდება და არა სხვაზე. შესაბამისად მე ვერ ვხედავ პრობლემას. ამ ხელზე უფრო მიჭირს მოშორებაც და რა ყველაფერი იქით ხელზე გაცილებით კარგად ვიხსნი, ესე არ მიცდება ყოველ ჯერზე. ცხადია ეხლა. არა ეს გასაკვირი. ანუ ფრთხილზე ისე რომ შევსულიყავი რომ მაგას სხვა ხმა ქონოდა, ეგრე მე ფრთხილზე არ შევსულვარ. ეს კი არა მანიკური რომ მოვაშორე. გელი არც მომიშორები, ახლა ვაშორებენ ხოლმე გელსაც. რა ვიცი, ჩემი მასტერები, მე ვისაც დავდიოდი, ლამის ფრთხილამდე ჩადიოდნენ ხოლმე, ანუ ძველ მატერიალს ხსნიდნენ. მე ხა იმიტომ არ ვხსნი, რომ მე ხო 3 კვირაში ერთხელ არ ვაკეთებ არა. უნდა მოიხსნას კიდეც მე როგორც ვიცი, რომ რაღაც ის არ იყოს. აძრობა ან რამე, ანუ შიგნით რო გროვდება მე რაღაცები, მაგრამ მე ხო ხშირად ვიკეთებ ჩემით, ანუ ეხლა 3 კვირა კი რაგონი 2-ც არ გასულა. და ხალხს ზოგჯერ ერთი თვე და აქ მეტი. აი მეტი და აი ნახე, ეს ძველი მატერიალია. თუმცა ეგ რო გავიგე ძალიან კაი, ამიტომ ეს არ დავიცოდი თუ ეგ იქ იყო. ანუ ზოგადად მეცოდინება რომ ფრთხილამდე ამას ჩავიდე და ფრთხილი არ უნდა გავქრიბო და რომ დაიტალღოს შეიძლება და ეგენი, ანუ მე წარმოდგენა არ მქონდა და ეგეთი ცოდნები საჭირო. აი ნახე, ეს თეთრიაც არის, ეს ძველი მატერიალია. აი მაგ პრობლემა გაქლებო ასე. იმიტომ რომ ნახე, როცა ვქლიბავ, აი ასე, მე რა მოვატრიალებ და არ არის სწორი, ხვდები? ანუ მაგაზე ვერ ხვდები რა ვუშველო. ასე. ახლა აი ესე სწორია. და ესე აი არა თქო სწორი. აუდიოს ისეთი ის იყო ხალხო. მე და რომ რო გავიღვიძეთ მირბოდნენ სასწრაფოები. და ეგრევე იკას მივწერე, მეთქი რა ხდება, ხო მშვიდობაა, ხო კარგად ხარსკო. რა ვიცი, უკვე მეშინია, იმდენი მანქანა გადავარდა წყალში, ტყვარში. უკვე მეშინია. სასწრაფოების და ანიმების ხმა რომ ესმის.
თუ რამე მაგალითად გვერდზე ის მაქვს ხოლმე ჩაჭრა ან რაღაცა ისეთი იმით ვიმაგრებ აკრილგელით უფრო კარგად ვიმაგრებ მე აი ამით მე კონსტრუქციას ამ რბილი გელით ვერ ვიკეთებ ესე ალბათ კაი ის უნდა იყო უკვე მასტერი რომ მაგითი გააკეთო მე ვაფშე ვერ ვაკეთებ ხო კიდე აი ეს პრობლემა მქონდა რომ გამომდიოდა ისინი ლაპატკებივით კვადრატები ეგ პრობლემა იმიტომ მქონდა რომ ისა ანუ რაღაცნაირად იყო გვერდულად წასული გელი ხოლმე ანუ არ ვამუშავებდი ჩხეს ფორმას იქამდე არ ვაძლევდი და გელს რო ვისვამდი მე ვაძლევდი აი ნახე აი ამაზე მეტად არ ვხსნი იმიტომ რომ აი არსად არაფერი არ აქვს ხო ვუყურებ რა გვერდულად და რაღაცა რამე რო იყოს მოვხსნი მაგრამ არ არის გუშინ მთლიან მჩხილზე წავისვრი აი ეს ფერი გული რაც არის ამას ისე გამოაჭყიდა მეთქი შანსი არა თავი ამტკივდება ვაპირებდი რომ ამ ხელზე ეს ფერი წამესვა სულ ჭყედება იმიტომ რაღაცნაირად ეს ძალიან სადაა ჩემთვის მაგრამ არ მომეწონა აი ძლივს ძლივს ვახოხიარე დამდგარ ის რა კაია რომ აი შენი როა მარტო შე რო იკეთებ როგორ სიმშვიდეა რა რომ არ გეშინია რომ რაღაცა ან შეგეყრება ან რაღაცა ხასაცოდაობა ეხა ასე ან სტომატოლოგთან ან სალონში ან სადმე ხა ესე რომ რაღაცა ესე შინელი გადაგედოს ძალიან საცდაობაა ეხა დღეს კი უკვე ყველა მაშვება მაგრამ რავი მაინც ასე მგონია შემთხვევები ყოველთვის იქნება არ არის ესეთი მაგარი როგორც მეგონა თავიდან უხეში ანუ ეხლა ჭხილი არის მოხრით ამას უნდა გელის და ეხლა კარგ ნახეთ ეს ქვემოთ არის წასული ხედა და ნუნა რო არ მაქვს საერთოდ ამჩნევთ ძალიან პატარა ნუნები მაგრამ თან ხო დიდი ხანი არ არის რაც გავიკეთე და ჯერ არც გამოჩენილა ეს ნუნა აი გადაი ჭხილკა იმის მერე რომ შემეშალა
სულ ვაკვირდები, რომ ბაზა და ტოპი არ შემეშალოს და ტოპი არ დავიშვა ბაზის ნაცვლად. და თან როგორ მომივიდა, იცით, მაშინ რო ვიკეთებდი, მეორედ რო ვიკეთებდი, მაშინ დამემართა ის აი ბაზა. მაშინ დამემართა, ანუ უკვე რომ მოვრჩი ფრჩხილს. მე მივხვდი, იმიტომ რომ ის იქით მედო, ეს აქეთ. ანუ პირიქით მედო რა. იცით რა სასიამოვნოა, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. და ამ ბაზას იცით რის სუნი აქვს? ბავშვობაში ჩხილები დაგიწებიათ, გრძელი ფჩხილები რო იყო ხოლმე ადრე. ამის წინაპარი. აი იმის სუნი აქვს ზუსტად. იქ რო წება მოყვებოდა რაღაცა შინელი. თუ სადმე რამე ჩაიღვარა ზედმეტი მოვაშოროთ. აქ ცოტა აკლია და მოვიყვანოთ. აი ძალიან სასიამოვნოა და როგორც არ ცუდად გამოგივიდეს, მაინც მუღამიანია. აი ჯერჯერობით ვერ ვისვავ ხალხო მანიკურს, იმიტომ რომ მანიკურს რო ვისვავ, რაღაცნაირად მეთხრაბნება ხალხო. აი ხო დავაკვირდი, ის კარგად წავისვი, რა ქვია. აი გელი ლამაზია და აი წავის მანიკურ და მანიკურმაც გაიგეთა ის ზოგი რო იქით მიიღარა, ზოგი იქით რაღაცა შინელი ფორმა მიიღო. მანიკურმა, ანუ გელი კარგად მქონდა. ხო და ესე იგი მანიკურსაც უნდა წასმა კარგად, რომ იცოდე. ეგეც და სამუღამებელი მაქვს და მთელი ამბები. მაგრამ აუ ეს ფერი ძალიან ლამაზი ვარდისფერია ჩემი აზრით. აი რაღაცა ის ფერი ვარდისფერი ძალიან მომწონს. მე ვერ ვიტან როგორ ვარდისფერს იცით? ხორცის ფერი რო ურევია. აი მოსტაფილოს პრო მოხორცის პრო რო ურევია ვარ. აუ როგორ ვერ ვიტან. თბილ ვარდისფერს თუ რავი რა ქვია მაგას. და ოთხკუთხედი ფორმები ძალიან მომეწონა და ჯერ უნდა და აი ისეთი იდეალური ოთხკუთხედები სანამ არ დავამუღამებ მაგ იდეალურ ოთხკუთხედებს არ მოვეშვები. ეხლა გამთბარი ამოვიტანოთ. წინაზე არ გავათბე, ეხლა გავათბე. ეს ნეგიტითი არ მომწონს როგორი გაკეთებული, მაგრამ ყველას რომ მოვრჩები. მე ალბათ მაგას გადავაკეთებ, იმიტომ რომ იაიცეს უწუნებ. აჰა, ეხლა ჯერ მოკრიბოლს ვაკეთებთ. ანუ უბრალოდ იატაკს ვუკეთებთ. პასკისთვის დამავიწყდა იმის ყიდვა ხალხო. კარაკის. არაჟანის სიკამ შემიჭამა გუში. ხო და მოკლედ გუშინ კი ვიყიდე. პასკის ინგრედიენტები, მაგრამ დღესაც უნდა ვიყიდო.
პირველი შუათითი შევყავ ძალამაზი გელები ვნახე კიდევ ოღონდ ელპაზე კი არა ეს რომელი ფირმა ანუ სხვა ფირმა მოკლედ კალიფსო ხო კალიფსო სხვა ფირმა ვნახე ისეთი ლამაზი ვარდისფერი და ცისფერი ისეთი ლამაზი ეგენი მინდა რომ ვიყიდო კიდე ბანში იყიდება ამ ძალიან ის არის ჯერ ერთი ჯერმანი კურსწას მაგარად არ ვიცი და მეორე კიდე ძალიან ის არის რა ქვია დამზოგავია რომ მანიკურს აღარ ისმო და უბრალოდ ისეთი ლამაზი გელი გისვია მანიკურს უბრალოდ აღარ ისმო ჭყიალები აინცაი და რავი რამდენიერი ჩემნაირი ადამიანისთვის ვისაც ცოტა არ შეუძლია სულ ერთნაირი და სადასი წითელს წავისმო ალბათ შემდეგზე მოვიდა აღდგომა კარს მოგვადგა 99-ზე ვიშრობ რა თუნდა მაგრამ მაინც 10 დარჩა ლამაზია უკვე ნახეთ მას და ახლა გვინდა გაროხის ხელა დაახლოებით შუაში ვდებთო ესე მერე ავწევთ ჯერ ზევით მერე გვერდზე მერე აქეთ გვერდზე და მერე მიგვაქვს ქვემოთ ესე ახლა გასწორდეს ჩვენს დავეხმაროთ ამბონი მაინც ახლა იზავს ამიყროლებს აქაურობას სად იყავი რამდენი ხანი თეთრ-თეროელი იყავი ჰა Roberto, come on, Jacket. ძაღლი ხარ შენ თუ ძროხა ხარ ჰა მითხარ გამაგებინი ძაღლია თუ ძროხა მოჯვა და ჭამას აპირებდა როცა მეტი იმას ვაშორებ აი ამებში სადაც კარგად ვერ ამოკლიბავ თუ ზედმეტი დაგრჩა
ისეთი უშნოა, ისეთი უშნო. მე რაღაცა ის დიდი დიაპერქსი არ მაქვს ხომ, იმიტომ რომ ძალიან სქელგელს მე არ ვიდებ.
გავაშრობ. მშვენიერია. აჰა, ხლაკაც სწორად იყოს თავარია. შო. ფაქტიურად ეს ჭხილი მორჩა. ეხლა გამოვიღებ. ფორმას მივცემ, შეგინდა რა მოქრიბო, გარედან მივქრიბო, მოვქრიბო, შევეცდები რომ არ გავაკეთებ, და ჯერ ვერ ვარ მაგაში. ხო და იგა. ეს აღარ მჭირდება უკვე. შემდეგ თიფრჩილამდე რეალურად საკმაოდ სწრაფად ვაკეთებ, როცა მანიკურს არ უსვამ. მანიკურს რო უსვამ, სოციალ ეს გელები ისეთი ლამაზი ფერებია, აი, რაღაც იცი როგორია, კაპუჩინო. აი, ძიანი ყავისფერი. აი მე ისე მომწონს ისეთი ლამაზია. ჩემს გულში თუ გვავკარია ეს ყველაფერი შენი ბრალია. ეხლა ეს ლაპატკები მაგა ეს ლაპატკა მაგალითად. აი ვხედავ, ვხვდები მე თვითონ სად შემეშაღლა რა შემეშაღლა, მაგრამ მაინც მომწონს. რა ვიცი, მეორე გაკეთებულისთვის. კი, ორჯერ გავიკეთე წინაზე ეს ხელი. მაგრამ ეხლა მაინც ანუ ჯერით პირველი კორექცია, მეორე კორექცია მგონი. და აი ძალიან მომწონს და რა გავაკეთო? რა გავაკეთო? ხედავ სად არის, ანუ აი აქეთ არის გელი წასული, აქ ჩაღრმავება, ის ვხედავ. მაგრამ მაინც ძალიან მომწონს რა ვქნა. ჩემი ძაღლი მოვიდა, ჩემი პუტარა მოვიდა, ჩემი მოვიდა, რაო? ლეკვები როდის უნდა გაუჩინო დედას? ჰა? დედამ თუ ვერცეთი ვერ გაყიდა მერე ვაი. ვაი, ვაი, ყველა თუ დაიტოვა დედამ. ვაი, ვაი. ვაი, ვაი. ერთ სხვა მაინც გააჩენ. თუ არა და სამს მაინც. აი მე თუ ნორმალური ვიყო. მე თუ ნორმალური ვიყო რა. რატომ მიყვარს ეს? ეხლა მეზობლის კატები არიან ორსულად და სხვადასხვა თვალიერებს. აბა კნუტი და გადამისვლიან აქედან პანჯრიდან კნუტიანად. კატეს ახლა კატის ისეთი სუნი აქვს და კატები ხო იცით კიდე როგორ ჩვენ იქ მიაფსავს აქ მოაფსავს და კიდე სპრეი აქედან. ესე დავითხმე რომ ეკოება თქვა მის ეკოები თქო. მოყვება თქო. ჩუმოთან ელოდებ. აჰა, გამოვიღე ლიპიოშკა. თავენს როგორ ეკრობა? ლიპკის სლოი. ძალიან სქერც არის ზოგი საერთოდ ამ სიგრძე ჭხილით დადის. მაგრამ ხა ემას ფორმა უნდა მივიცით. ახლა ნახეთ ეს როგორია და ეს როგორია. აღარ მოდი ჯერ შევკრათ. დასატენია ჩემო სიყვარულო. ეხლავე დავტენოთ. დავუჭდა ეს ტელეფონი. ეს საიდან გადმოვიდა ვაფშე აქ. გვერდზე.
ეს არის კიდე კაი რომ აი რომ მიდიხარ ზოგს პირიქით მოწონ სახლიდან რომ გადის, მაგრამ მე მაგალითად აი რომ გავდივარ სახლიდან ბავშვს ტოვებ 2 საათი, არ ვიცი რა საკეთებს. თან ყოველთვის ფულიც არ მაქვს და რომც მქონდეს ეს ფული. ანუ ეხლა მაგალითად ავდგები, გავალ იმ ტელეფონს რომელსაც უყურებს, გამოვართმევ, შევაერთებ დასაწინად, ამას იმას ვიზავ. მეორეს წავუღებ, დავუდგავ და ანუ მერე გავაგრძელებ და მიქნები წყნარად შვიდად. რა საკეთებით? ჩამოდი საწოლიდან. რა ანუ ზედმეტი იმის გარეშე, ვინმე ბავშვი რაში. მოვედი ხა. მოვკლიბოთ. ხაზემოდან გადავუაროთ. არ ვიცი, ალბათ არიან მასტერები, ვისაც ეს არ სჭირდება. მაგრამ მე ჯერ მაგამდე შორს ვარ. გავიკაცეს. გუშინ გაკეთებული. ახლა შორენ კი არ შემჩნევა და თქვენ კი და ვინმე სხვა კი ვერ შეამჩნევს, მაგრამ მე ხო ვხედავ. ზემოდან ესა, ახლა შიგნიდან ამოვქლიბოთ. და.
ნახდეს რომ სიგანეა და ეს არა. შემდეგები ყოველთვის უკეთესებია ხოლმე, ხო იცით. კაი, ახლა გვინდა ტოპი. ეს ბაზა. აი ტოპი.
ასე მორჩი. 44-45 წუთი მჭირდება ერთი ფრცხილისთვის. და ისიც კარგად ვერ ვაკეთებ ჯერ. არა უშოს. ერთ ასეც გავაკეთებ შესანიშნავად. თუ არა და მაგაც არა უშავს. შეხა გავიშოთ და ეკა. მორჩი. ნახეთ ყოველთვის ამ ხელზე როგორი ლამაზი და აკურატულია და აქ როგორი. იმიტომ ჯერ ამაზე ვაკეთებ და მე ამ შეცდომებს აქ ვითვალისწინებ და ეს ხელს და ჩაგრულია საწყალი. მარჯვენად უფრო ცუდ ვაკეთებ ვიდრე მარცხენა. მაგრამ მარჯვენას და მარცხენა ბრალი არა. აქეთ არა ლაპატიკები. ოლქი დარჩა. გავიკეთებთ ცერს. ხო და ნახეთ რა მოვიდა ეს 1 წუთი. ნახეთ просто. 1 წუთი. იდო აი აქ. просто ნახეთ. ეს 1 წუთიც არა ალბათ. ანუ სანამ მივხვდი. ჩემ ხელზე ფრჩხილი რატო გამაგრდა. ანუ ვასწორებდი და გამაგრდა ფრჩხილი. ანუ ნახეთ просто რა მოვიდა. დავახურო. თურმე როგორ არ შეიძლება ამების ესე ყოფნა. მე დავფიქრდი, ესეც ხო ულტრა ისფერია. ეს რაშიც ვაშრობ. ხო ცხადია რომ მზეზე არ შეიძლება. მაგრამ აქამდე ეგ არ მიფიქრია. დებით. ამას გავიშრობ. არ მქონდა მშრალი და მინდოდა რომ დროზე მეჩვენი საღამო მშვიდობის უკვე საღამოახალხო აი 10-ვე ფრჩხილი. დღეს მორჩი გავიკეთე. ისე მომწონს აი. მაღაზიაში ვიყავი საჭმელიც გავაკეთე ვიდეოების გადავიღე, მაგრამ ეს მინდოდა დილის ვლოგზე მიმება, იმიტომ რომ ისა ფრჩხილების თემა დამესრულებიან და გწონათ რომ გავიკეთე 10-ვე ფრჩხილი. ისე მცივე ხალხი გაეთრულ გამოდი რომ გათბობაც ისევ ჩავხდეთ. 10-დან. მაგრამ ეხლა მალე დათბება.